მოკლედ რა 1 საათიც და შვებულებაში გავდივარ. დავინიშნავ ახლა 1 საათს. 1 საათში ვარ აბსოლუტურად თავისუფალი. წავალ ახლა. ვიყიდი ბევრ ლუც, ვიყიდი ჩიპს. ავალ სახში ჩავთავ ოლიმპიადას, თან დღეს ქალების ფინალია 100 მეტრზე სირბილში. აუწევ ბოლო ხმაზე. შემოვა მერე ჩემი სიდედრი, გამოვიქცევი უკან. ვინ მოიგონა ეს შვებულება 40 დღე რა ამბავია საერთოდ. მაგრამ არა უშავს. საბედნიეროდ მაქვს კიდე სხვა სამსახურები, მაგალითად ცხივი 2012. წავალ იქ დავждები და გამოვიკლევ პაციენტებს. რა გავაკეთო აბა? ეს დროც რა ტყუილა დავინიშნე? კარგი, მიდი დავიწყოთ, მიდი. ლას-ვეგასში გათენდა, ზე ახლა ამოვიდა. ვაშინგტონში შუა დღეა, დაწვიმაც წამოვიდა. ამსტერდამში ახლა 7 საათია, ვიტრინაში დგანან მონიკა, ჯენიფერი, სამანტა, გაბრიელა და ნატია. ტოკიოში შუა ღამეა, რობოტებსაც ეძინება, სეულში კი ფიქრობ ეგრით თუ არა. ფხენიანთა შელიგება, თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებ ყველა. გამარჯობა, ღამის შოუ იწყება. $25 ივლისს საქართველოში აღინიშნა სტატისტიკის დღე. ხო და შეიკრიბა ეს ქართველი სტატისტიკოსები, ძალიან მაგრად იქეიფეს, დალიეს 318,79 ლიტრი ღვინო, შეწვეს 19,645,000 მწვადი, აქედან 6,33 კილოგრამი იყო საქონლის. შემდეგ იცეკვეს უცნობის მატარებელზე და 153 მეტრი 5 სანტიმეტრი და 6 მილიმეტრი არ ქონდათ გავლილი, რომ ატყდა ჩხუბი. მოკლედ დაალეწეს ერთმანეთს თავყმა, მომიყვანეს ყველა კლინიკაში და დავადეთ საშუალოდ 7,24 ნაკერი. რაც 15%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. რაც შეეხება მედიცინის მუშაკებს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიაო უნამუსოაო, იმიტომ რომ არ შეიძლება ექიმს კონდეს ხელფასი 15,000 ლარი და ექთანს კონდეს 150 ლარიო. მოიცა ახლა ბატონო პრეზიდენტო, რა გამოდის? აქამდე მე ჩემი თავი ექიმი რომ მეგონა, ექთანი მყოფილო არ? ამ კვირაში სხვადასხვა ბრიფინგი ჰქონდა სოსო შატბერაშვილს და მან ესეთი ლეიბორისტებისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გალანძღა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი, თან ამ ლანძღვაში ჩააქსოვა ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაც. ნახოთ ერთად. დედაქალაქობის იურიდიული გამოხატულება პარლამენტი გაძევებულია საფიჩხიასა თუ საღორიას ტყეში. ხოლო პარლამენტის ისტორიული ეროვნული მნიშვნელობის შენობა ქურდებთან მებრძოლმა პრეზიდენტმა მიჰყიდა ქურდული ტრადიციების მატარებელ კრიმინალ ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს ვინმე ქებურიას. ახლა რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს. მე ამ კვირაში ვაღიარე, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მაგარი კაცია და სასწაული იუმორის გზნობა აქვს. მოусმინოთ მის განცხადებას სტიქით დაზარალებულთა დახმარების შესახებ. გთხოვთ. მე გავაკეთე განცხადება უკვე რომ პირველად მილიონს ხვალ გადავრიცხავ, ალბათ ზედ მარზე დაჯდება უკვე ანგარიშზე, სასამართლოს ანგარიშზე. დანარჩენსაც მთლიანად გადავრიცხავ, იმ შემდგომ, როდესაც გაკეთდება სრული აღწერა დანაკარგების და რამდენიც საჭირო იქნება დანაკარგების მიხედვით გადავრიცხავ. და თუ ესეც არ ეყოფა ეს პირველი ჯარიმა, კიდევ უკვე ვისწავლე ამათ ქმედება, ახალ ჯარიმებს გამოვაწერინებ და მთლიანად დავაფინანსებ, რაც იქნება დანაკარგები, რაც რეალური დანაკარგია დღეს ჩვენი მოსახლეობის.
მაგრამ ვიდეოების ჰიტ აღლუმში პირველ ადგილზე გავიდა ბებო, რომელიც ერთ-ერთი პარტიის აქტივისტს ესაუბრება. ნახოთ. გეხმები ჩემი ქვეყანა შენდება პერექედა რამოდენიმე პიროვნებას უნდა დაქცევა ქვეყნის დამკვირვებლად არა ოქტომბერს ველოდებით თუ გადაგვარჩეს ივანიშვილი იმას ვენაცვალე ვებო მე აბა თქვენი ცით აბა მოგვეხმო ხო და ივანიშვილი გადაგარჩენს მაშინ და იქცება ზუსტად ქვეყანა რო იცოდეთ რა და აგი ნაციონალი ყოფილა ძალიან ჩამოცხა საქართველოში, თბილისშიც 40 გრადუსზე ზემით ავიდა ტემპერატურა. სინოპტიკოსები და ექიმები მოუწოდებენ ხალხს, რომ ქუჩაში არ გავიდნენ, მათ შორის 5 აგვისტოს ქართული ოცნების აქციაზეც. ამ ხუმრობის სპონსორია ნაციონალური მოძრაობა. ხურდება ნელ-ნელა ოლიმპიური თამაშები ლონდონში. რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა ხდება იქ. მივავლინე შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, ჩემი თანხებით რა თქმა უნდა, იმას ფული სადა აქვს. ხო და იქ არის უკვე და ახლა ლონდონიდან ჩაგვერთვება. გუჯა გამარჯობა, მე უყურე გახსნას, ძალიან მაგარი იყო. გამარჯობა ოთარ, მეც ძალიან მომეწონა, ასევე ძალიან მომეწონა გახსნის ჰიმნი ოლიმპიადაზე და სხვადასხვა დავადგინე, რომელი სიმღერით დაიხურება ოლიმპიადა. საინტერესოა, რა სიმღერა იქნება? TikTok-ი დავაი დასვიდანია. მოიცა კაცო, სხვა ქვეყნები რა შვებიან? რა შვებიან ნოთა და რო გაიგეს რომ საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონობს 2 მილიონს პირდებაო, სომხი მათქვესო, თუ ჩვენი მორბენალი გაიმარჯვებსო, 10 მილიონს გადაურიცხავთო. და რას ამბობს მე ის მორბენალი? არაფერს ოთარ არ ყავთ მორბენალი სომხებს. აჰა. კარგი. ლონდონში ხარ ახლა. ნაშები ჩითავს? კი ოთარ, ძალიან ბევრი სხვათა შორის ერთ პოლონელ სპორტსმენ გოგონას მოვეწონე წერა. ო, რაზე შეატყე ახლა რომ მოეწონე? ესე მიყურებდა თავიდან, მე მოვიდა, ამწია და მისროლა ოთარ. კარგი, დაგემშვიდობები და როგორც იტყვიან, სიტიუს, ალტიუს, ფორტიუს. ეგ რას ნიშნავს ოთარ? დევიზია, უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო შორს. ვა, რა მაგარი დევიზია, მადლობა ეს კარგი რაღაც მასწავლე დღეს ერთ ბელორუს გოგოს ხვდები და სულ ეგ სიტყვები და ვაძახებინო ოთარ. კარგი, დიდი მადლობა. ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი ლონდონიდან. მე ტრადიციულად ერთ საკვირველ რამეს გეტყვით, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. მორუა ამბობდა, რომ ნიჭიერი ადამიანი სამზარეულოში რომ ჩაკეტო, თავის საქმეს მაინც მაღალ დონეზე გააკეთებსო. რისი დასტურიც არის ბანდეროლის ახალი კლიპი, რომელიც ბანდეროლმა ჩაწერა სამზარეულოში, ჩაკეტილები იყვნენ თან არ ჰქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები. ეს არის პრემიერა კლიპისა. შეგვიძლია დავარქვათ ამას ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გახეთქვაც ამ რუბრიკას. ახლა გვექნება პრემიერა მაშასე ბანდეროლი live at kitchen. Don't have to be beautiful to turn me on. I just need your body, baby, from dusk till dawn. I wanna be your fantasy. Oh, baby, it's good to be mine. I just leave it up to me. I gotta show you this is all about, yeah. You don't have to be rich to be my girl. You don't have to be cool
to rule my world in a particular side. I'm just gotta be with, just want your extra time and your kiss. You got it not to talk, give it to baby. When you want it, touch me. Come on, guys. Just me, your friendly mama. I know that you love me. I wanna be a fantasy. Oh, baby, still you're mine. Just leaving up to me. I gotta show the desert all about, yeah. You don't have to be rich to be my girl. You don't have to be good to be my girl. And I particular side, I'm just gotta go with. Just want your extra time and your kiss. La 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 kiss. ჩვენ კი განვაგრძოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ერთი სამთავრობო არხიდან მეორეზე გადავიდა. რუბრიკის სტუმარია დუტა სხირტლაძე. როგორ ახლა? რა ვიცი, როგორ, შენ როგორ ხარ? კარგად. რა ხდება ახლა? მომისმინე, რაღაც სკანდალით წამოხვედი და რამე. არა პირიქით. არანაირი სკანდალით. მოეფერე ყველას. გაგეცინება და კი? გადავკოცნე, გენაცვალეთკო? ხო. ნუ ეხა გარშემო ვინც იყვნენ რა. გასაგები, იმ მომენტში ვინც ნახე, ყველა გადაკოცე. ხო, და თვალსაც დავემშვიდობ და გამოსასწორში. და წამოვედი ესე. მე მგონი ისე მშვიდად წამოვედი და ისეთი არასკანდალურად რომ არავინ არ დაიჯერა რომ წამოვედი, ნუ. და ახლა ხარ აქ. ხო. ხო. ეხა აქ. რამ დაიზაფრა ეს ხალხი? რამ დაგზაფრათ ხალხო? დუტა გადმოვიდა ჩვენთან და იქნება აწი ჩვენთან. რა არის აქ ამის? გამაგარი კლიპი იყო. მოგეწონა? ძალიან საინტერესო იყო რა, თქვენი დუეტი განსაკუთრებით. კი, ძალიან საინტერესო. კარგი იყავით. ახლა მე მაგ შენ რამდენიმე რჩევა ჩამოვწერე. რჩევები გამოცე? იმედზე რომ იწყებ მუშაობას. ხო, აბა მიდი ეხლა თორე გასარკვევი მაქვს. რაღაცეები შეიცვალა იმის მერე და ნახე დავიწყოთ. აი პირველი რჩევა. ჩამოვიწერე ხარ, ვარ დამავიწყეს, მე ხო იც მაინც ასაკში ვარ და არ შემიძლია ამდენ ამის დამახსოვრება. ხო, შენ ხარ ასაკში, შენ. ხო. გამაგრილებელი სასმელების აპარატი დგას გარეთ. ეგ შევამჩნიე. ხო. და რა არის იცი? ფულს ყლაპავს ხოლმე. და ბოლო 2 ლარიანი რო გექნება, მაინდა-მაინც ნუენდობი იმ აპარატს. ეს არის პირველი კანონი, ამიტომ მაგისტვის აი ბევრი გაქვს. ეს ერთი გწოდნია. ეხა მეორე. ბუფეტში თუ გადახვალ, იმედის ბუფეტში უნდა გადახვიდე 2 საათამდე. იმიტომ რომ 2 საათის მერე ბაჩო ქაჯაია გადადის.
თუ ვერაფერს ვერ შეჭამ. აჰა, გასაგებია. ბაჩოკაჯაია ხო იცი ვინც არის? კი. იცი. შემდეგ ხელისუფლებაზე მხოლოდ კარგი უნდა ილაპარაკო, თუმცა ეგ რუსთავი ორიდანაც გეცოდინება. ესე იგი, ეგ ახალი არ არის საშუალო. ხო, ეგ გეცოდინება. თუ ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვალა, ეს მესამე პუნქტი ძალაშია, რომ კარგი უნდა ილაპარაკო ხელისუფლებაზე. დამშოლობა. დამშოლობა აქვს და თუ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალა და მე დამტოვეს და შენ გაგიშვეს, არ მიცნობ, არ გიცნობ. სანამ გიცნობ ჯერ მაქამდე ესე გამოვიყენებ ამ რჩევას. მანამდე წყალი შეგიძლია დალიო? კი. მაგრამ წყალი რატო ღვინო მაქვს შენთვის? ნახე, ერთი ჭიქავლა დავლიო თუთა შენთან ერთად რა. გენაცვალე შენ რა. ისე სიმბოლურად მაინც მოწრუპე ბიჭო. კი, აბა რა. აჰა, ნახე. ეს საღებგზელოს დაწერილი მაქვს, ვერ დავიმახსოვრე ვერაფრით. ეხლა მე მინდა შენ 4 მაგარი ადამიანის საღებგზელო დაგალევინო რა. 4 უმაგრესი ადამიანის. ეხლა ჩაწერილი მაქვს სახელები, როგორ უნდა მახსოვს. ცოტა თბილი ღვინო უნდა იყოს. ეს არის იაგოს მარანიდან, არაჩვეულებრივი ღვინოა. ნახე, აი ჩამოწერილი მაქვს ამ ხალხის სახელები. ესე იგი, მოდი, ვილოუ სმიტს გაუმარჯოს. პოლ ნარკოვს გაუმარჯოს ჯონ ბერტს და ჩარლზ ჯენკინს. ზაგინდა. დაუნდა, ვინ არის? კიდე გითხრა ეს ვინ არიან? ახლა გეტყვი. ეს ვინ რა გააკეთა, ნახე? სმიტმა გამოიგონა ფოტოეფექტი. ცოტა ხანში ნარკოვმა შექმნა სკანირების დისკი. 1925 წელს ამ ორი გამოგონების გამოყენებით ბერდმა გაუშვა პირველი ტელესიგნალი და ჯენკინსმა მიიღო. და შესაბამისად ტელევიზია ჩამოყალიბდა და ეს რა მომხდარიყო, ან შენ რა გეშველებოდა, ან მე. ეგ რო გაშლა რომ მოიგონეს ეგა? ხო, გაშლა ქვია მაგას. რა ვიცი, გავსინჯავ მაინც. საფერავია სხვა შორის. ისე გაუმარჯოს, მაგრამ მე ვინ არიან ეგენი ერთი ძამი. ამ ჭიქით პატივცემულო საზოგადოებაო. მე მინდა ვოლოუბ სმიტი დავიმახსოვრე. ვოლოუბ სმიტს, პოლ ნარკოვს, ჯონ ბერტს და ჩარლზ ჯენკინს გაუმარჯოს რა. ეგენი რომ არა, ხო დაწყდებოდა ნახევარი ჩვენი ეგენი რო არა, ეგენი რო არა, შენ ახლა იქნებოდი თეატრის სცენაზე და მე საოპერაციაში. ხო. მომისმინე ახლა რა მაინტერესებს. ამდენი ახსით სიახლე გაქვს, მე რომ ალაპარაკებ. რამ ვილაპარაკო, ესე იგი ივეძე გადმოვედი და იწყება ახალი მუსიკალური პროექტი, ძალიან საინტერესო, მსოფლიოს 30 ქვეყანაში აპრობირებული და ძალიან მაგარი რეიტინგები აქვს და ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუ Voice. ოღონდ ერქმევა ესე იგი სხვა ახალი ხმა, ახალი ქართული ხმა. დიახ. ძალიან საინტერესო საზოგადოებაა ჩართული, ესე იგი არ არის ჟიური. არსებობს მწვრთნელების 4 კაციანი გუნდია, მაგრამ იქ არის რაღაც დაუნცნაურობა, გაიგე? 4 კაცი, ერთი და მეორე ქალი და კაცი 1.2 გაიგე? ცოქმარის ამბავში არიან. შენ მწვრთნელი ხარ? არა, მე წამყვანი, მე წამყვანი. ხო, წამყვანი. ესენი არიან მწვრთნელები, მე წამყვანი ვარ და ვიღაცები იმღერებენ, ვისაც ავარჩევთ. აჰა. ხო და ამბობენ რომ მაგარი რეიტინგული შოუ იქნება, ძალიან საინტერესო. ძალიან ბევრს წვალობენ, დეკორაციები, პომპეზური, რაღაცა ამბავი, რუსამორჩილაძე ხელმძღვანელი, დათო იმედაშვილი, ამბავი და მერაბ სეფაშვილი, ნინო ჩხეიძე, სტიგივე სტეფანი და მაია დარსმელიძე, ერთი მთლიანია ეგენი. ეგენი ხო ნახევრები არიან, გაიგე ერთმანეთის, გაიგე ერთლიანს. გენაცალეში. დათო ფორჩხიძე. სახე, რო ყავდათ აფროამერიკელებს, სახე. შენ თვითონ სიმღერა თუ შეგიძლია. კი, როგორ არა. მაღალ დონეზე, ძალიან მაღალ დონეზე ვღერი მე. ო, ჩორნი ეგლაზა არა? არა, მეორე მაქვს კიდე. რა? აკუსტიკური გააქვსოსო? არა. აკუსტიკური გახდება. იმას დენკლაკაკა მეგუხდება და აბა რა ვიცი, მაგაზე. დენკლაკაკას როგორ ვერ გააკეთებს, კაცო, ჩვენ მეც კი არაფერს არ ვაკეთებ. არა, მაგარი არ უნდა დაუკრას, მე უნდა დაუკრას. თელი სეზონია დენკლაკაკა და დენკლაკაკა. უნდა ვიმღერო? ხო. კარგი იქნება. ხალხო, დუტას არ მომღეროთ? ა?
შორის გმირო ქალო როგორ მინდა გულში ჩაგიკრა მაგ შენი ოქროს ხელებით დაკრეფილი ჩაი როგორ მინდა ცხვირწინ დამიდგა ჟუჟუნა ჟუჟუნა დანავარდობ ჩაის ბუჩქებს შორის როგორც შველი დაჰფუთფუტებ ბუჩქის ყოველ ყლორტს კერძ გიმშვენებს გმირო ქალო შენ ოქროს მედალი დარბინ ყავს ქვეყნად ბადალი ჟუჟუნა ჟუჟუნა rap tap 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 ჟუჟუნა mere rauri ჟუჟუნა ეს რაც შეეხებოდა სიმღერას. ოღონდ შემთხვევაში რაღაცები ხო გავარტყი. კი, გაარტყი. მომძალე დუტას ხირტლაძე. ესე იგი მადლობა გეტყვი მოსვლისთვის. ძალიან გამეხარდა რომ უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. წამოწევ მაშინ ვიტყვი რა კიდე ეს გავაკეთებ გამოვიყენებ. კი, მიდი გენაცვალე აგერ. აი ძალიან მალე ძალიან საინტერესო სტუმარი შემოვა ისიც ამაზე ილაპარაკებს აუცილებლად და ესე იგი მე მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი იმისთვის რომ თქვა რომ ძალიან მალე საქართველოს ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგური შოუს მომსწრეები გახდებით და ასე რომ დაელოდეთ ახალ ხმას სამყაროში უმაგრეს მუსიკალურ შოუსა. ჩვენ კი მადლობის მეტი რა გვეთქმის და აქედან გავდივარ მაგარი მთვრალი ჯემალასთან. აბა კი შემოგივლის რა. საჯემალო მუსიკით გავაცილოთ რა. კი გასვალეთ. დუტას ხირტლაძე იყო ჩვენი სტუმარი. Can't you see this morning? I need to go outside. Maybe you have a hit when you're trying to show you the song is meant to do. Doing wonders for waking up to maybe wake us sleep. Make your banana can't pretend like ain't no waking now. Can't you see the future swaying? Ain't no need to go outside. Ain't no need. Well, all this I really don't. Can't you see? You gotta wake up. გადაცემის შემდეგი რუბრიკაა მერაბ სეფაშვილი. რუბრიკის სტუმარია მერაბ სეფაშვილი. ზუსტად დავჯექი. ზუსტად ჩავჯექი. ზუსტად აი რითმში ზუსტად სავარძელში ჩაჯდა მერაბი. აი ეს რითმის გზნობა გააქვს ახლა კაცი მაგას ვერ წაგართმევს. ჯერჯერობით. სმენა რითმის გზნობა გააქვს. ამ ბოლოს როცა განახე მე იყავი ჟიურის წევრი. მე მიყვარს საქართველოში, იყავი, კი, ჟიურის წევრი. ახლა ამბობენ ახალი ხმის ჟიურის წევრიც იქნებაო. რა არის რა მინდა გითხრა რომ ამდენი ჟიურის წევრობა თურმე მე ამოვიკითხე სადღაც გარდა აი ამ დაფასებისა და პატივისცემისა თურმე სიმღერის ნიშანის ყოფილა. ხო და ნუ შენზე ხა მაგას ვერ იტყვი, იმიტომ რომ მინიმუმ 39 წლის ხარ.
მაქსიმუმ? მაქსიმუმ 43-ის. და რეალურად 51-ის გახდები მალე. სხვათა შორის მერაბი ჩვენთან იყო სტუმრად, აი როდესაც მისი იუბილეი იყო, საიუბილეო კონცერტი შენი როცა იყო, ჩვენი სტუმარი იყო და მაშინაც აქ აღნიშნეთ, მოკლედ ერთი ამბავი ქონდა, ეს ეთერში არ გასულაყოთ. მეგობრებო, ესეთი ამბები. კარგი, ჭორი გავიგე შენზე მერაბ. აბა რომ ახალგაზრდობის წყაროს მიაგნოო. ანუ არის წყარო სადღაც. ხო? მიდის მერაბ სეფაშვილიო. სვავს ამ წყალს? ამ წყალს სვავსო და აი არაფერი არ ეტყობაო. ბოლო 1 წელიაო მარტო. ცოტა ტახიკარდიები დაჩემდაო. გულის საჩქარება რო ქვია არა ექიმებისთვის. ტახიკარდიები და ისიც რატო იციო, რომ 1 წლის წინ ამ წყაროზე რომ მივიდაო, იქ დახვდა 9-თავიანი აჩი მეფარიძეო. ხო და იმის მერე შეაშინაო და ეხლა ძირითადად მალამოებზეა გადასული. მართლა რა არის აი შენი აი ესეთი სუ ფორმის და ესეთი არის, არაფერს ეხლა ის განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. არ ვარჯიშობ, ცურავ დაუშვათ. არა, ხანდახან კი, როგორ არა, სიგარეტს ეწევი, რა ვიცი. სიგარეტს ვეწევი, ხო, სამწუხაროდ ვეწევი. ხო, რო არ მოუწიო შენ აზე ხარ, რა მოხდება? აბა, შენ რო არ მოუწიო, წარმომიდგენია. 23 მაქსიმუმ 26 იქ. სასმელს ვაო? სასმელს კი. სასმელს ვაო. კაი, კაცი. აკაცი. ეწევა სასმელს ვას ქალებში დადიხარ? გამორთავ კამერას. არა, გამორთე და ეს საინტერესო იყო. კარგი. აი გავიხსენოთ ის კონცერტი 20 მაისს შენ გქონდა საიუბილეო კონცერტი ფილარმონიაში. კი ბატონო. მე რატო არ დამპატიჟე? შენ არ დაგპატიჟე? არა. მართლა? მართლა 50 წლის გახდი? კი. აპლოდისმენტები. 50 იცით რამდენია? 5-ს მიუმატოთ 0. ჩემი გადაცემა მოგწონს? ძალიან. ჩემი გადაცემა უფრო მოგწონს თუ ოთარ-ტატიშვილის? შენ. კარგი, დავამთავროთ ეხლა ამით ეს რუბრიკა, დიდი მადლობა. და განვაგრძოთ საუბარი ბატონ მერაბთან. სხვათა შორის, ხო, აი ამ ახალ ხმაზე შენი აზრით მაინტერესებს, ანუ ჟიურის წევრი ხარ? ის წვრთნელები არიან რა? წვრთნელი გვარდიოლა არა ვარ ეხლა. ნუ რაღაცა ესე ქვია წვრთნელი, მაგრამ ძალიან მართლა საინტერესო პროექტია, განსხვავებულია. ზესტ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონზე კარგი მწვრთნელი ხო? ხო, დაახლოებით. კი ბატონო. შემდეგ? არა, ნუ ხო, აი სულ სხვა სისტემაა რა, არ არის იქ, რომ რაღაცა შენ 4-იანი, შენ 5-იანი, შენ 8-იანი რა. სხვა სისტემაა და შენ ფაქტობრივად ჩართული ხარ რა ამ ახალგაზრდების ცხოვრებაში რა, იმ პერიოდის ცხოვრებაში და რაღაცა რჩევებს აძლევ. ნუ შენი გუნდი ყავს. ისე ძალიან საინტერესოა, ხალხო მართლა საინტერესო პროექტია, როგორ ხდება, რომ თურმე ჟიურის წევრები სხედან სცენისკენ ზურგით. არ უყურებ, არა, მონაწილეს არ უყურებ, უბრალოდ ხმა გესმის რა, ვიზუალში ვერ ხედავ ეხლა. არიცი ვინ არის? ხო, არიცი, არ ვინ არის, როგორია, ლამაზია. თუ მოგეწონება, იმ შემთხვევაში ბრუნდები. ამ შემთხვევაში ბრუნდები. შემობრუნდების შემობრუნება ნიშნავს, რომ ნუ თან მერაბ სეფაშვილი თუ შემობრუნდა, ხო, ეს სასწაულად ღერი. ახლა მე შენ ტრეინინგს ჩაგიტარებ. კი ბატონო. გამისვინებ? აი ხა, გავა ჯერ ხმა, აუდიო. რომელსაც შენ მოусმენ, όμως ეს ხმა ჩვენ რაღაც ეფექტებში გვაქვს დამუშავებული, ცოტა დამახინჯებული. და ვიმღერის გამოვიცნო? ლაპარაკობს. საუბრობს. ხო, საუბრობს, ამბობს შენ მოსაზრებას, ვინ არის და შემდეგ უკვე ვიდეო გავა და შენ ამ ადამიანს მანამდე ხო ვერ ხედავ, მარტო ხედავ. მე ვიდეო გავა და დაინახავ ვინ არის. მოსულა ვითამაშოთ? ეს დამახინჯებული არ არის ეს ხმა? კი, მე აღარ. მე აღარ? კაი, მოდი, აბა სამართლე საინტერესოა. აბა გავუშვათ პირველი ხმა. თემ მათ მოღვაწეობას თუ გადავხედათ პირველი დღიდან მოსვლის. შევარნაძეა რა. როგორ ხებულობენ გადაწყვეტილებებს ეს? შევარნაძეა? ისე რათა გაუაზრებლად აკეთებენ ძალიან ხშირად. ეს მე ვიცი პირადი მაგალითითაც რომ პირადად მე არ ვალავ და რამდენჯერმე უკვე თქვი და გავიმეორებ რომ მქონდა ურთიერთობა სააკაშვილთან და ცდილობდი. კარგი, აბა გავაჩეროთ. ვინ არის მერაბ? მაგარა დამახინჯებულია ხმა? მაგარა. კი, თორე ისე გამოიცნობთ, რა თქმა უნდა. წყალს დავლებთ ჩვენ მანამდე, თქვენ ციფიქრეთ ხალხო? ვა, რა საინტერესო რამეა.
აბა შეგეგონა აქ რაღაც დაგახვედრე რაღაცეები. რაღაცეები, მაგარი რამეა. მე მქონდა ურთიერთობა სააკაშვილთან. მე მქონდა ურთიერთობა სააკაშვილთან. დავცდილობდი. პუტინი რო არ არის გასაგები. პუტინი არ არის ნაღდად. აბა კარგი თუ არა გაქვს პასუხი. ბიძინა არის ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილია? აბა ვნახოთ. მათ არიციან დაგეგმა, შენ ვიყურებიან შორს. ეს შანს არა მარტო პასპორტის შემთხვევაში და ჩემთან დამოკიდებულებით. კარგი, დიდი მადლობა. მე იტყვის მე არა დიდი მადლობა. მე ვიღაცა იტყვის კიდე რომ აი ჟიურიო, ის ჟიურის ისე არჩევენო. ყოჩახ მე რა. მაგრამ წინ არის კიდე. წინ გვაქვს კიდე? კი, 2. კარგი. მზად ხარ შემდეგს მოვუსმინო. ბატონო. გაუშვათ. იმოქმედოს თანაბარი შესაძლებლობებით და მთელი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესი განხორციელოს ამ თვალსაჩინო ასპარეზზე, რასაც საზოგადოება განსჯა, საზოგადოებრივი დებატები ქვია. ეხლა დღეს რას ცდილობენ? გავაჩეროთ. გუბას ანიკიძე. გუბას ანიკიძე? გაუშვათ. ამ ცდილობებს დაუპირისპირდება სამართალდაცვის სისტემის პროპორციული ძალა, ხოლო მეორე მხრივ მათ ცდილობებს დაუპირისპირდება. გავაჩეროთ. ისე მაინდა-მაინც ნუ ეტყვით პრეზიდენტს, რომ სეფაშვილი გუბაზის გეძახისო. არ გავდა ეხლა. კი, არა, ხმა მართლა გავდა და პირველი მართლა გავდა შევარდნაძის ხმას. ხო გავდა შევარდნაძის. კი, მართლა გავდა, მაგრამ ნუ იქ შენმა და მესამე. აბა მოდი. წავედით. ხო, იყო ეგეთი პერიოდი, რომ ხა ჩვენი პროფესიის ხალხი ცოტა ბოჰემური ცხოვრებით უყვართ ცხოვრება და და ნუ მე წავიდა გამონაკლისი. იცი რა ეს ყველაფერი იყო 80-იანი წლების დასაწყისში, 90-იანი წლების დასაწყისში, აი, როდესაც უკვე აირია რაღაც ყველაფერი, არაფერი თითქოს არ მუშაობდა, ჩავკარი იყო, ხო, აი ეს ჩვენი საქმეც და იცი რა, უცბად შეწყდა ეს ყველაფერი, თითქოს აი გავაჩეროთ. მე ვარ მე. ვინ არის? მერაბ სეფაშვილია? ნახოთ. ხო, იყო ეგეთი პერიოდი. ჩვენი პროფესიის ხალხი ცოტა ბოჰემური ცხოვრებით უყვართ ცხოვრება. ნუ მე შემიძლია ვთქვა, რომ მართლა 100%-იანი შედეგია, ის ხმა ძალიან გავდა გუბაზის ხმას. ძალიან გავდა. კი, გეთანხმები, მაგრამ მე პირველი რო გამოიცნო, ის იყო მართლა სასწაული. მაგარი გამოიცნო. ეთქობა ტექსტით გამოიცნო. ყველა ცნობ ტექსტით. კი, და შენი ლაპარაკით, შენი საუბარით. 80-იანი წლები არა, ნუ ინტონაციურად ვიგზენი. მერაბ, მოდი შევეხოთ იმ თემას, რასაც ქვია შენი კონცერტები ისრაელში. ძალიან ხშირი სტუმარია ისრაელის მერაბ სეფაშვილი, აი როგორც დათო არჩვაძეა პროფილში, აი დაახლოებით. დაახლოებით ასე ხშირად ჩადის თან ჩვენ მერაბმა მითხრა რომ გიყურებენო ისრაელშიო, მე მინდა მოვიკითხო აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი რომელიც ცხოვრობს ამ მშვენიერეს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას და მოგვიყევი რა ხდება, რა კონცერტებია, როდის ჩატარდება, როდის მიდიხარ? ნუ მინდა გითხრა ჯერ რომ ძალიან აქ ხოცელა ეხა თბილისში, ხო? იქ იყო 59 გრადუსი წარმოედგინე, ეხა ხას ვიყავი. ძალიან ცხელა, მაგრამ ნუ იმდენად გიხარია იმ ხალხთან ურთიერთობა, რომ ამას ვიწყებ, რა თქმა უნდა, ნუ ეს შესავალი გავაკეთე ესეთ. მე ნუ ეხლა თავარია 18 აგვისტოს მაქვს ახალი საკონცერტო დარბაზი გაიხსნა ძალიან დიდი აჟდოდში და აქ როდესაც მე ჩავატარე ეს კონცერტი აჟდოდში ყველაზე მეტი ქართველია, ხო? ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ხო, ძალიან ბევრი და 18 უბრალოდ მაისში როდესაც მქონდა კონცერტი, ნუ ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები ჩამოსული და მათ შორის ისრაელიდანაც იყვნენ, ხო და ერთ-ერთი იყო აჟდოდის ვიცე-მერი, ანუ იქაური ქალაქის საბჭო, იქაური მერია აკეთებს და გვეხმარება ძალიან. მოშე ბოთერაშვილი ესეთ ჩვენი მეგობარია ჩემი და ძალიან კარგი კაცი იქაურ ებრაელებს ძალიან უყვართ, არა მარტო ებრაელებს, ძალიან ისეთი კოლორიტული და კარგი კაცი და უყვარს ეს საქმე, რაც თავარია, მუსიკა უყვარს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაუყვანია აქედან მას და დახმარებია და ასე შემდეგ და შემდეგ და აი ამ კონცერტის მერე თუ გამოთქვა სურვილი რომ აი ესეთი შემოდგენლობით შეგიძლია ჩამოხვიდე. ვთქვი როგორ შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი და მოკლედ ამ კაცმა აიღო თავზე ყველაფერი ეს და ძალიან დაგვეხმარა რა და ესეთი დიდი მასშტაბური კონცერტს ვაპირებთ იქ რომ ჩავატაროთ. არა მარტო იქ ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარება. ანუ 18-ია აჟდოდში და სხვა ქალაქშიც იგეგმება? არა, ერთი კონცერტი იქ დიდი, ხო. დიდი კონცერტი იქნება. გაბრიელ მირელაშვილი ესეთი ჩვენი მეგობარი ძალიან გვეხმარება და ნუ რა ვიცი ახლა ძალიან ბევრი ხალხი რა, ძალიან ბევრი ხალხი. ანუ ძალიან სასიამოვნო საღამოელით ისე მე ვფიქრობ ახლა და არა მარტო ქართველებს, სხვაებიც ხომ მოდიან ხო? რა თქმა უნდა მოდიან იქაურებიც და ნუ არა ქართველი ებრაელებიც რა. ძალიან საინტერესოა.
ნახოთ რა გამოვა, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მიხარია და გუშინ ესეთ სიუჟეტი გაკეთდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და მე ვფიქრობ მეთქი და იგივეს გავიმეორებ, რომ კიდევ ერთხელ, მაგრამ უფრო რაღაცა გრანდიოზული ფორმით ჩავეხუტებით ჩვენ საყვარელ ქართველ ებრაელებს და მინდა ყველას მივესალმოთ. ესალმებით სულ ყველას. მერაბ, ჩვენი გადაცემა არის ამ სეზონში ბოლო. ღამშოუ, ბოლო გადაცემა და აგვისტოში რას ურჩევდი ქართველებს, რას უსურვებდი? მაინც ლამაზი იქნება მერაბ სეფაშვილმა რომ დასვას ეს აკორდი. იცი რა, მე ძალიან დიდი პატივისცემით, რა თქმა უნდა, ყველა, რა თქმა უნდა, მზეზე არ გახვიდეთ დღესდღეობას თქვენ. და ლეგვის ნახაშით არ გაირუჯოთ. და რა ვიცი, პანტა ყოფილა, კაი, უფრო პანტა. პანტა, ხო? ძირითადად პანტა არ წვავს. პანტა პუნქტით მიდის, პანტა პუნქტით მიდის ყველაფერი. რას უსურვებდი ბედნიერებას, ჯანმრთელობას და რა ვიცი, იცი როგორ გითხრა, კარგად დაესვენოს სულ ყველას, ვისაც ამის საშუალება აქვს, ვინც ქალაქიდან ვერ გადის, უსურვებ რომ აქ იყოს და ბედნიერი იყოს და უფრო კარგი ცხოვრება მოვიდეს მალე და უფრო ბედნიერი იყოს. ეს რა მიკროფონს გავს. ხო იცი, მე რომ მიყვარს ის სიმღერა რომ უნდა იმღერო. ხო, როგორ არ ვიცი, ვიცი. ახალი არანჟირებით. მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, იმიტომ რომ ძალიან ძველია და ძალიან ბევრი ადამიანი მღეროდა ამ სიმღერას. თუმცა რაღაც ძალიან ბევრი ახალი შტრიხი გაქვს ხა? საუნდშიც, რიფშიც. კი, მაგრამ მოდი არ ვთქვათ რა სიმღერაა. ჩემთვის ძალიან საყვარელი თუ ჯერ ზაგნის და ჭიკვაძე მღეროდა, ამერ მამაჩემი მღეროდა და ასე შემდეგ. ჩვენ არ გეტყვით ეს რა სიმღერაა? იყო სიურპრიზი. დავიწყოთ. მერაბ სეფაშვილი. მადლობა.
გმადლობთ. გადაცემის მესამე ნაწილში შემოგთავაზებთ წინასაარჩევნო შემაჯამებელ კონცერტ ნოსტალგიას, რომელიც დააფინანსა პოლიტიკურმა მოძრაობამ ჩემი აზრით ისევის ძველი დრო ჯობდა აბაკაცო ესენი ვინ არიან. ამ კონცერტს გაუძღვებით მე და ქალბატონი ქეთი კანტიძე. გმადლობთ. ახლა მე გავალ და შემოვალ თანაწამყვანთან ერთად და ისე დამხვდით გეგონება პირველად დამინახეთ ცხოვრებაში. ერთი წუთი. მოგესალმებით მამულიშვილნო. მოგესალმებათ პოლიტიკური მოძრაობა, ჩემი აზრით ისევის დრო ჯობდა. აბაკაცო ესენი ვინ არიან? მხარდასაჭერი კონცერტით. დღეს აქ შეკრებილია მთელი ქართ ული მუსიკალური ელიტა. ისინი დგანან ხალხის გვერდით და სად გახართ თქვენ? ვიერთდით. გადავიდეთ პირველ შემსრულებელზე. ამას წინათ ფილარმონიის წინ ქეთი გეცოდინება დაგინახე იქ გაიხსნა ვია 75-ის ვარსკვლავი დიახ და ჩვენი პირველი მონაწილე კონცერტისა ამ ვარსკვლავის ერთ-ერთი ქიმია. რა თქმა უნდა ულაპარაკოთ. იგი იმ თაობას მიეკუთვნება ოთარ, როცა ყველაფერი აფი იყო. ოღონდ არაფერი არ იშოვებოდა და თუ იშოვებოდა ყველაფერი ძვირი იყო. მათ შორის მისი სიმღერების კასეტაც. ამიტომ იგი საკუთარ სიმღერებს ვერ უსმენდა ქეთი. ახლა მისი სიმღერის მოსმენის შანსს ჩვენ თქვენთან ერთად თავად მასაც ვაძლევთ. არც მეტი, არც ნაკლები, ბესიკ კალანდაძე. Ra ikneba
ოთარ ძალიან მიყვარდა მე ბესიკი. კი. ერთხელ კოლმეურნობის მოედანზე დავინახე, პირიბძიდან გამოდიოდა. ვიფიქრე ჩავეხუტები მეთქი, მაგრამ ტროლეიბუსზე ვიყავი ჩამოკიდებული და კებესთან ადგილს დავკარგავდი რომ ჩამოხვდარიყავი. მე კი შეგახსენებთ რომ კონცერტის სპონსორია პოლიტიკური ორგანიზაცია ჩემი აზრით ისე ვის დროს ჯობდა. აბაკაცო ესენი ვინ არიან? ოთარ ნავთის რიგები თუ გახსოვს? კი, ნავთის რიგი ტკბილად მახსენდება კეთი. და რა იყო იქ ტკბილად გასახსენებელი? გადაერთხელ მთელი დღე მომიწია ნავთის რიგში ყოფნა, მთელი დღე, დაღლილი რომ დავბრუნდი სახლში, გავიგე რომ ყაჩაღები შევარდნილან და მამა ჩემი დაუუთოვებიათ. და სიტყვები არ ყოფნის? ხო. არა უშავს. როცა მამა ჩემს აუთოვებდნენ, სწორად ეს სიმღერა ქონდათ ჩართული პარალელურად, რა თქმა უნდა. ქალბატონებო და ბატონებო, ჯგუფი ემი სიმღერით თვარე დაგელოდები. Nos alba
სიმღერაზე ოთარ ყოველთვის მეცინებოდა. ვფიქრობ, მთვარე როგორ შეიძლება დაგელოდოს. მაგრამ ამ გლობალურმა დათმობამ ისეთი კატაკლიზმები მოიტანა, რომ კეთი, მოდი რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთ. მაგალითად კუპონებზე. მართლა დიდი გაჭირვება გვაქვს გადატანილი. კი, მაგრამ ზოგიერთი იმ გაჭირვების დროსაც ფუფუნებაში ცხოვრობდა. მაგალითად ვიზე გაქვს ეჭვი? ჩემი მეზობელი თამაზა. სწორედ მის სახლში მაქვს ნანახი, პირველად, რადიოიანი ფანარი, სარკიანი ნავთის ლამპა, 2 პური. და კიბეზე მიბმული გენერატორი. დედა, კარგად მოუფიქრებია, ვერ მოპარავდნენ ალბათ. არც ისე კარგად. რატომ არც ისე? კიბიანად მოიპარეს. სწორედ მოპარვასთან ასოცირდება უკვე 2 აწლეულია ჩვენი კონცერტის შემდეგი მონაწილე. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი მთა და თქვენი ველი, თქვენი დათო გომართელი.
Dio, nasci di grande scioleva da Dio, dammi un visto, si va un uomo, dammi